როგორც კი ბაღის კამერებში დავინახავთ, რომ იქუნა ოდნავ შფოთავს, აი სიხებივით გამოვიო და მივართ იქუნასთან, იმიტომ რომ წუხლად ძალიან ბევრი ხანი ტიროდა. მამა აშკარად განცდებში იყო და მოკლედ ჯერ კიდევ ისე ვართ რა შეგუების პროცესში. ძირფასო მეგობრებო, მოგრეთ ჩვენ ჯგუფურ გახდომას და ჯგუფის ჩამოყალიბებას ვიწყებთ, მაშინ როცა ზუსტად 6 თვე გავაკირას გაჩენიდან, ეს არის დეკემბერი, ამიტომ მოემზადეთ ის, რომ წინა საახალწლოდ მარე მივირთვათ და მერე დავიწყოთ გამორიცხულია. დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკვე მივდივართ კლინიკაში, ვიკეთებთ დავაბარებთ სისხლის ანალიზს, ვხვდებით სუპერ ენდოკრინოლოგს, მერე ის დაგვიწერს დიეტას, იქნება ჩვენი მენტორი, გაგვაკონტროლებს, მერე ვიწყებთ ვარჯიშს, ანუ ეს ყველაფერი სრულად უბრალოდ გაქვთ თქვენ ყველაფერი მოგვარებული მაქვს. თავარია რომ ვისაც ნამდვილად გჭირდება და ნამდვილად ძალიან დიდი წონა აქვს და ნამდვილად არ აქვს იმის იფუფუნება, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, აუცილებლად ისინი უნდა მოხვდნენ ჩვენ ჯგუფში. ამიტომ დაიჭირეთ თადარიკი დეკემბრის ბოლოდან. მე აუცილებლად გეტყვით რა კრიტერიუმებით შევარჩევ, აი პირველი რამდენიმე ეგრე არ არის. აი როგორ შევარჩევ პირველი ჯგუფის ადამიანებს, ამას უკვე მოგახსენებთ სტორებიდან, ანუ ჩამოვყალიბდები, მოვიფიქრებ, რომ რამე არ გამომრჩეს და მართლა ვისაც ძალიან სჭირდება, რომ აი ესეთი ჯგუფურ იმაში გახდომაში მიიღოს მონაწილეობა, მხოლოდ მათ დავუვეკავთ და მათ დავუკავშირდები, შევკრავთ ჯგუფს, ერთად ვივარჯიშებთ, ერთად ვიდიეტებთ, ერთად გვექნება კონფერენციები, მოკლედ დარღვევა უნდა შეგვრცხვეს. აი ეგეთი ჯგუფი უნდა ჩამოვაყალიბო და აი არ ვიცი, ძალიან ჯანსაღად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ენდოკრინოლოგის დაკვირვების ქვეშ, ყველაფერი ისე, როგორც მართებულია და როგორც ჩვენს ჯანმრთელობას წაადგება.